ვისაც ჰობიტი გაქვთ ნანახი, აი ეს ჯიგარი, კაი პურის მჭამელი დამარტყმელი ჯუჯა ყველას გემახსოვრებათ, სახელად ბომბური. ხო და დღეს მისი სახელობის დანა უნდა დაჩვენოთ. საქმე რაშია? ვინც არიცით, გეტყვით რომ არსებობს ეგეთი პრემიუმ ხაზის ბრენდი, რომელსაც ქვია Midgard's Messer, აქვთ თავისი უნიკალური დიზაინები და ძირითადად აკეთებენ მითოლოგიურ ან ზღაპრულ თემატიკაზე მიძღვნილ დანებს. მათი დანები დაახლოებით $250-დან იწყება და ზემოთ და ზემოთ მიფრინავს ფასები, მატერიალების და დიზაინების და ასე შემდეგ ზომების გათვალისწინებით. ხო და იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ შეუძლია ასეთი ფუფუნება მისცეს საკუთარ თავს, თვითონვე მიხვდნენ ამ ყველაფერს და გააფორმეს თანამშრომლობა ჩინურ კომპანიასთან T-Nable, მისცეს მათ დიზაინი და T-Nable-მა შედარებით მოკრძალებული მატერიალებით გამოუშვა აი ეს მონსტრი. და თუ ვინმეს დიდი დანები უყვარს, ეს არის აუცილებელი დანა, რომელიც შეიძლება რომ გქონდეს. სპეციფიკაციებს გეტყვით და მიხვდებით, როგორი გრანდიოზული ზომის არის აი ეს ჯიგარი. სრული სიგრძე არის 21.3 სანტიმეტრი. პირის სიგრძე არის 9 სანტიმეტრი, პირის სისქე არის 5 მილიმეტრი და ტარის სისქე სანტიმეტრზე ოდნავ მეტია. გაფორმებულია კარბონის ტარით, საკმაოდ კარგი პატერნი აქვს ახლა რასაც ვუყურებ და საკმაოდ მაღალი ხარისხის კარბონია. თვითონ პირზე გამოყენებულია სტანდარტული მუშა მგელივით D2 ფოლადი და ჩანართებში გამოყენებულია ტიტანიუმი, ეს სრულიად დახურული ბექი აქვს, backspacer-ი არის მთლიანად ტიტანიუმის და კლიპსაც აი ესეთი ორიგინალური დიზაინის კლიპს აქვს, რომელიც არის ძალიან მყარი, ესეც ტიტანიუმის არის და რო გავტესტე ჯიბისთვის არის კოშმარი, იმიტომ რომ ნებისმიერი შარვლის დახევა შეუძლია, ესე ძალიან უჭერს. მაგრამ ეს არ არის დანა, რომელიც უნდა ატარო, სულ რო გახსნილი იყოს ნებისმიერ იარაღზე ჩვენს ქვეყანაში კანონი რა. ეს არის დანა, რომელიც უბრალოდ უნდა გქონდეს იმის გამო, რომ დიდი დანები მოგწონს. რაც შეეხება გეომეტრიას, მგონია რომ გამოუსადეგარი იქნება ისეთი საქმეებისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ დანას ვავალებთ რა. იმიტომ რომ ძალიან სქელია 5 მილიმეტრი, ძალიან დიდი ზომაა დანის პირისთვის ზოგადად და დაშვებაც ისეთი აქვს პირის, რომ აი ქარხნულად თითქმის არ ჭრიდა. დღეს მთელი დღეა ვეჩალიჩე რაღაცა გადავლესე, გადმოვლესე, მივიყვანე იქამდე რომ ოდნავ ბეწვს იღებს მაგალითად. აი სულ ოდნავ რაღაცას პარსავსავით, მაგრამ აი ქაღალდს მაინც ვერ ჭრის სუფთად და პროდუქტების დაჭრაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ დაიწყებს დაჭრას და მე აუცილებლად გახეთქავს, იმიტომ რომ ჩაქუჩივით არის. ეგ იყო და ეგ. მადლობა.